პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულო ცნო. ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. კაციას მოქალაქეები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. მადლობა, მათ ყველას მოგეხვევით, ჩაგეხუნავით, გავიდეთ. ნიკა კაციას გათავისუფლება მიულოცეს პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა. ნიკა კაციას თქმით, მან დაკავების დღიდან იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მიუხედავად გამოცხადებული განაჩენისა, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი მაინც არ არის, რადგან ის თვლის, რომ უკანონოდ იყო დაკავებული. აი სამართლიანი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის, ამას არ ვიტყვი არასდროს. უკანონოდ მამყოფეს და უკანონოდ რომ მამყოფეს, ზუსტად ამის ნიშანია, აი ეს პატარა გამარჯვება, რომელიც ჯერ ახლობაძეს ჰქონდა. არ მინდა დამავიწყდეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნერვიულობ იმაზე, რომ უხერხულად ვგზნობ თავს, იმიტომ რომ ჩემს გარდა აი მოსამართლემ, როდესაც დაიწყო სარეწოდო ჟურნალის გამოცხადება, ქონდა შეგრძნება, რომ მე გეტყვით პირდაპირ, ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს და მე დაჭერის დღიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ანუ უკვე ბარგი ჩალაგე. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, არ მინდა დამავიწყოს. ცოტა უხერხული სიხარულია ბიჭებზე ნერვიულობ ძალიან. ლაკაძე 11-ზეც, ოკმელაზეც, მათეზეც, მინდაძეზეც, ყველაზე ვისაც მიუსაჯეს მზია ამაღლობელზე, ჩემს კოლეგაზე, რომელზეც სულ ლაპარაკობდი და სულ ვილაპარაკებ და არ გავჩერდები იქამდე, ვიდრე არ დავისწრე, იმიტომ რომ მედია მაჩვენა მართლა საუკეთესო მაგალითი, საუკეთესო ბრძოლის კი არა, პროფესიული სტანდარტის უმაღლესი შესრულების. ნიკა კაციამ მედიას მადლობა გადაუხადა, მან არ გამორიცხა, რომ ეგრეთ წოდებული მოწმე პოლიციელებისა და ნარკოტიკების ჩამდებების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს. უბრალოდ მაქვს ძალიან დიდი უხერხულობა, ანუ სევდანარევის სიხარულია, მარტო დედაჩემის ცრემლების გამო კი არა. იმიტომ რომ გუშინ წინდელი და გუშინდელი ღამე იყო ყველაზე მძიმე და არა ჩემი ისტორია. არა ჩემი ისტორიის გამო და ჩემი პირადი ისტორიის გამო, იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ, საკუთარ თავზე ადამიანი არ ნერვიულობს საკანში, რაღაცა ესელაგდება. საკუთარ ბედზე არ ფიქრობ აბსოლუტურად არაფერზე, ფიქრობ იმაზე, რომ შენსავით არის კიდევ ბევრი და ეს ბევრი ასახავს საქართველოს. ანუ ეს ახალგაზრდები, ბიჭები, ზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ეს ადამიანები რეალურად ჩემ თავზე რო არ ვილაპარაკო არიან, ანუ საქართველოს სახეს ვირეკლავთ. ანუ ელჩებიც ვართ, ხალხო, სოფლიო მასშტაბის დიპლომატებს ჩვენი სახელები უდევთ, ეს ხო არ ნიშნავს უბრალოდ სიმართლეს და შენ როდესაც ემზადები ბოლო პროცესისთვის და ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ აი სიმბოლურად წამოვიდა დღეს პირველად გამომატანეს ეს კალამი, თორნიკე გოშაძის ნაჩუქარია სხვათა შორის. ანუ ჟურნალისტებს არ გჭირდება იდეის დაწყობა, ფრაზის დაწყობა, არ გჭირდება, შეგვიძლია ჩავხდეთ მიკროფონი და პირდაპირ. ანუ ამის მიღმა ფიქრობ იმაზე კი არა როგორ თქვა და რა უნდა გაიმართლა, ანუ ისედაც მართალი ვარ და მთელი 9 თვე ამას ვამბობდი. უბრალოდ იყო ერთადერთი ის დიდი სევდა, რომ აი როგორ გითხრათ, დღეს რომ ეს ღიმილიანებმა გამომაცილეს, არ ვაძლევ ახლა საკუთარ თავს უფლებას, რომ გავიღიმო ისე, როგორც რეალურად მიხარია, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ბრძოლის აი რაღაცა საწყისი, რამდენი საწყისი უნდა იყოს, მაგრამ არის ეს ნაბიჯები, რომელსაც ახლა ვსვამ, ნიშნავს იმას, რომ ეს სიხარული ყველას ერთად შეგვიძლია, აი აქ მყოფ ადამიანებს, რომლებიც ირგვლივ არიან, მონების მბრძანებელი ბოროტი ბიძინა, რომელსაც იცნობს მთელი მსოფლიო, როგორც ბოროტ არსებას, რაღაცა დავალებას აძლევს ვიღაცას, ეს ვიღაცა იგონებს ტყუილს, მერე წერს სცენარს, რომელშიც თავისივე პოლიციელები უბრალოდ ჩოქში ვარდებიან და ბოდავენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ამ სიტყვაზე სულ შენიშვნა მქონდა და პოლიციელებს ვისაც ვიცნობ, როგორ გითხრათ, არ მინდა რომ ვინმე დარჩეს უპასუხოთ, თუმცა ეს კონსულტაციები სულ იყო, მე მუდმივად ვსვამდი კითხვას ჩემს უფლებადამცველთან, რომელთანაც დავმეგობრდი, სხვათა შორის ცოტა ნერვებს ვიშლიდე ხოლმე, მაგრამ დავმეგობრდით. სულ ვეუბნებოდი, რომ როგორ უნდა გავაგზავნოთ სამართლებრივი ბრძოლა. რა თქმა უნდა, რისის საშუალებაც გვაქვს, იმიტომ რომ იცი ძალიან კარგად, რომ ბევრი ადამიანის სახელი გვარი არის გამქრალი, უბრალოდ ამოგლეჯილია ისტორიიდან. გამოძიება ნიკა კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილის A პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა მოხმარებას გულისხმობს და სასჯელის ზომა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების გამოცხადება
განცხადებისას მოსამართლემ თქვა, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეჯამდეს პოლიციელების ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ასევე უნდა შეფასდეს იყო თუ არა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა. ანუ დაკავებისას ვიდეოს გადაღება ან ნეიტრალური მოწმის დასწრება. თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ არსებობს ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება. ნიკა კაცია ბრალს გამოძიების და სასამართლოს მსვლელობის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ნიკა კაცია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ნარკოდანაშაულის საქმეებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორი გამამართლებელი განაჩენი დადგა. გასული წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს, მათგან ორი გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კიდევ ერთ დაკავებულს ანტონ ჩეჩინს 2 სექტემბერს მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულების ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.